ფორში კიდევ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფილიალი ჩამოყალიბდა. ამჯერად პოლიტიკური გაერთიანება სპორტული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა. ამ დღეს გორში სტუმრად იმყოფებოდნენ 8 წლმოსილი სპორტსმენები: რომან რურუა, დავით გობეჯიშვილი, თამაზ ბდინარიძე. ამ ორგანიზაციას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და სპორტსმენთა დიდი არმიის დახმარებით თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. თუმცა ამ შეხვედრაზე სპორტში შექმნილ პრობლემებზე საუბარს მაინც ვერ ასწნენ. აკრძალება ბატონი რომან რურუა. შეიძლება ბატონი რომან დადგეს საკითხი გორში ძიუდო სკოლის დახურვაზე? არ შეიძლება ამ საკითხის დადგენება. ყველაფერი შეიძლება დაიხუროს გორში, მაგრამ ძიუდო სკოლის დახურვის დანაშაულის კორპორაცია გორში. შეიძლება რომ გუნდი ვერ წავიდეს გორელმოჭი დავითა გუნდი თუნდაც ადგილობრივი რამის მონიტორინგზე არ შეიძლება დაუშვებელი. სპორტული საქართველოს გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი მძინარიშვილი. ასევე აირჩა საბჭო 10 კაცის შემადგენლობით. აქვე გადაწყდა, რომ გიორგი კანელაკი აირჩიონ ორგანიზაციის საპატიო წევრად. ყოველი ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისას იბადება კითხვა: ბათუმ თუ თბილისურ ორბიტაზე მოვიაზროთ ეს მოძრაობა. მაგრამ სპორტსმენებს ყველაზე მეტად ნიკო ლეკიშვილის გადამხდელთა კავშირი ესიმპათიურებათ და როგორც ჩანს ისინი თბილისურ ორბიტაზე დარჩებიან. როცა ვფიქრობთ, რომ ლეკიშვილმა შექმნა ასეთი ამბავი, ეს ისევ ალბათ ჩვენზე დაყრდნობით შექმნა ასეთი ამბავი და მეც ერთ-ერთი წევრი ვარ ამ ორგანიზაციის გადამხდელი ვარ და იმდენს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია.